ყოველ ხუთშაბათს 14 საათზე რადიო გრუნი წარმოგიდგენთ გადაცემას აკადემიური საათი. პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. გადაცემა აკადემიური საათი. ლექტორისა და სტუდენტის ტანდემი რადიო გრუნიზე. მოგესალმებით, უსმენთ და უყურებთ რადიო გრუნის ეთერშია გადაცემა აკადემიური საათი, რომელსაც დღეს მე, კესო მანჩხაშვილი გავუძღვები. ჩვენთან ერთად არის ქალბატონი ანა აბესაძე, არაერთი ჯილდოს მფლობელი, საერთაშორისო პროფესიონალი, რომელსაც სწავლისა და მუშაობის გამოცდილება აქვს 5 ქვეყანაში. ამჟამად ის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ლექტორის მრჩევლისა და მოწვეული ლექტორის პოზიციას იკავებს. ასევე არის დოქტორანტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ამასთანავე ანა მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ის სათაო ოფისისთვის. ის რამდენიმე წიგნის თანაავტორია, რომლებიც ნიუ-იორკსა და ლონდონში გამოიცა და ფოკუსირებულია ქალთა გაძლიერებაზე. ახლახან მისი თანაავტორობით კანადაში გამოიცა წიგნი, რომლისგან მიღებული ჰონორარიც განათლების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას მოხმარდება. დღეს სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობას გიხდით მოწვევისთვის. დავიწყოთ თქვენი ბოლო მიღწევით, გულისხმობ საერთაშორისო ჟურნალ Female Entrepreneur მაგაზინის საიუბილეო ნომრის ყდაზე მოხვედრას და Global Impact Award-ის მიღებას, რომ მოგვიყვეთ როგორ შეგარჩიეს 100 ლიდერ ქალს შორის მსოფლიოს მასშტაბით. რა თქმა უნდა, Female Entrepreneurs მაგაზინი დამიკავშირდა სექტემბერში. მითხრეს, რომ სურდათ 100 ქალბატონს შორის საიუბილეო ყდაზე განვითავსებინეთ. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან კარგი იყო, რადგან ეს გულისხმობდა იმ 100 ქალბატონის შერჩევას, რომლებიც ქალთა გაძლიერებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს მასშტაბით. ასევე გადმომეცა Global Impact Award-ი, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი მიღწევაა და мотиваცია ასევე სხვა ქალბატონებისთვის. კი ბატონო, ახალ წიგნზე გკითხავთ, მაშინ როგორ დაიწყო მისი შექმნა და მასზე მუშაობა და რა იყო მთავარი ინსპირაცია თქვენთვის? წიგნზე მუშაობას რაც შეეხება Begin It Now, რომელიც კანადაში გამოიცა, მისი ჰონორარი მოხმარდება გოგონებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. წიგნის ინსპირაცია მთავარი გახლდათ ჩემი გოგონა, 9 თვის ლილი, რომელსაც როცა უყურებდი, ფიქრობდი ძალიან ბევრი მაგალითი არის რაღაც გამოცდილება, რომლის გაზიარებაც მსურს მისთვის. ზუსტად ამ დროს მივიღე შემოთავაზება ავსტრალიური გამოცემისგან, Women Changing the World Press-ისგან, რომელმაც შემოთავაზა, რომ ეს მესიჯები გამეზიარებია ქალბატონებისთვის გლობალურად. და რა თქმა უნდა მივიღე შემოთავაზება, ჩემი თავს ქვია Letters to Your Younger Self, ანუ წერილები შენს ახალგაზრდა თავს, რომელშიც ჩემს ახალგაზრდა მოკლედ ანას უზიარებ იმ გამოცდილებას, იმ რჩევებს, რომლებიც ალბათ იმ ანას დასჭირდებოდა. ანუ რეტროსპექტულად გაანალიზებულია ეს ნაბიჯები პროფესიული თუ პირადი კუთხით და ფიქრობ, რომ კარგი გამოცდილება და რჩევები იქნება ახალგაზრდა გოგონებისთვის. ძალიან საინტერესოა. ამასთანავე მოკლედ რომ შევაჯამოთ წინა ორი გამოცემა, რა თემებს ეხებოდა თქვენი წინა წიგნები და როგორი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა მათ? რა თქმა უნდა, პირველი წიგნი გახდათ Women Changing ანუ პირველი წიგნი გამოიცა ნიუ-იორკში, რომელიც მთავარი სათქმელი გახდათ იმპოსტერის სინდრომზე, გამოცდილების გაზიარება ქალბატონებისთვის, გამკვლევების მეთოდები. მეორე Authenticity in Action კი გამოიცა ლონდონში, აღნიშნული თანაავტორი ასევე გახლავართ მე. მთავარი სათქმელი აქ უკვე არის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება გოგონებისთვის, როგორ გახდნენ საერთაშორისო პროფესიონალები, ანუ მათთვის, ვისაც სურს, რომ საერთაშორისო ნაბიჯები გადადგას საერთაშორისო ასპარეზზე. და აღსანიშნავია, რომ პირველმა წიგნმა Women Living Fearlessly მოიპოვა დიდი აღიარება საერთაშორისო კუთხით. გულისხმობ ის გაიმგზავრა ჰოლივუდში და გადაეცათ ოსკარის ნომინაციაზე ნომინანტებს, ოსკარის დაჯილდოებაზე.
და ასევე ძალიან დიდი ასე ვთქვათ მიღწევად მიმაჩნია ის რომ ის Amazon-ზე არის გათავსებული და სხვადასხვა ქალბატონები როცა კითხულობენ წერენ თან ავტორებს რომ ეს მესიჯები რომლებიც გაზიარებული იყო მათ დაეხმარათ და ასევე რომ მათ თავიანთი თავები ამოიცნეს ამ მესიჯებში გამოცდილებებში და ალბათ თავარი მიღწევა ის არის თან ავტორისთვის რომ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს და თუნდაც ერთი ქალისთვის იყო ის ინსპირაცია. ნამდვილად გვინდა ასევე მკითხველისთვის განკუთვნილი მესიჯით გავიგოთ, ამაზე ნაწილობრივ ვისაუბრეთ, მაგრამ რომ გავორთოთ, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი იმ ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ამ წიგნს თქვენ წერთ? დიახ, წიგნი არის დაყოფილი 4 ნაწილად. პირველი არის 14 წლის ანასთვის, რომელიც არის თვითგამორკვევის პერიოდში. მთავარი მესიჯი ალბათ გახლავთ ის, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია დავიწყოთ დაწყებისთვის. საუკეთესო დრო არ არსებობს, შეიძლება სრული მზადყოფნა ამისთვის არ გქონდეს, თუმცა აუცილებელია დავიწყოთ. ამისთვის არც გვჭირდება ვინმეს ნებართვა და ამ დაწყების პროცესში, მოქმედების პროცესში მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჰუმანურობა. ჰუმანურობა იმ კუთხით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ის გამოცდილებები, რომელიც არც ისე კარგი გამოცდილებები იყოს ამ პროცესში, შეიძლება ჩვენი ხასიათი შეცვალოს. არ ვიცი ის დამოკიდებულებები, რომელსაც შეიძლება არ ვიმსახურებთ, მაგრამ ჩვენი სტანდარტები უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენი შინაგანი ეთიკური სტანდარტები და აუცილებელი არის, რომ ვიყოთ კეთილგანწყობილი სხვების მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქალბატონებისთვის. ჩემი თავარი სათქმელი არის, რომ ის გამოცდილებები, რომელიც გვექნება, უნდა ჩამოაყალიბოს ჩვენი ხასიათი, მაგრამ უნდა შეგვცვალოს, მაგრამ არ უნდა წაშალოს ჩვენი ავთენტური მე. მეორე მესიჯი რაც შეეხება, უკვე არის იმანასთვის, რომელიც მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად. მთავარი ამოსავალი ალბათ არის ის, რომ ყველა ვერ გაიგებს შენს ისტორიას, შენს აქცენტს, მაგრამ ეს არნიშნავს, რომ იმ ოთახებში, სადაც შედიხარ, შენი ხმა არ არის მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თუ ვინმეს ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ უპირატესად ვაგზნობინოთ თავი, ამაში ასევე ჩვენი წვლილიც არის. აუცილებელია არ უპასუხოთ ბოდიშით, როცა რაღაც უბრალოდ დავაწესოთ კარგი ბარიერები, ჯანსაღი ბარიერები, რაც მნიშვნელოვანი არის ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით რომელსაც თავდაჯერების პრობლემა აქვთ. და მესამე მესიჯი უკვე არის ანასთვის, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს. სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ქვეყნებში კულტურულად ძალიან განსხვავებული არის. ჩემ შემთხვევაში პრობლემა ის იყო, რომ ყოველთვის ვიყავი მაგიდებთან ყველაზე ახალგაზრდა, უცხოელი, ქალზე არ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ალბათ არასდროს არ ვაძლევდი არავის უფლებას იმის გამო, ან უფრო ნაკლები მიმეღო, რადგან მარტო იმიტომ რომ ქალი ვიყავი, მაგრამ ასევე ვიყავი რბილად მოსაუბრე. რბილად მოსაუბრის პრობლემა დღეს ის არის, რომ ყოველთვის როცა სამწუხაროდ, ამერიკაში განსაკუთრებით ვიგრძენი, როცა რაღაც აგრესიას არ გამოხატავ, რაღაც ის განსაკუთრებულ ტონით არ საუბრობ, საკარშემო ყოფებს ხშირად გონიათ და ეშლებათ, რომ შენს უკან არ არის პოტენციალი, შენს უკან არ არის ძალა. თუმცა ეს ასე არ არის და შემდეგ იმანას ვეუბნები, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ის შენი ქმედებები თავისთვის ისაუბრებს, ის თავის სათქმას იტყვის, მაგრამ შენ აუცილებლად წინ უნდა გაიხედო, როცა შენი დრო მოვა, ხმამაღლა უნდა გაცე ყველას პასუხი და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ როგორც აღვნიშნე, გამოცდილება შენი ავთენტური მე არ უნდა წაშალოს. და უკვე გადავდივარ მეოთხე წერილზე, დედის და დედაზე, რომელსაც უნდა რომ დააბალანსოს ყველაფერი, მაგრამ ასევე უნდა რომ განაგრძოს განვითარება. სამწუხაროდ ამ განვითარების გზაზე ფიქრობს, რომ აქვს ანაშაულის გრძნობა, ну там შემთხვევაში ეს იყო დოქტორანტურის შემთხვევაში, როცა დოქტორანტურა მინდოდა დამეწყო, მაგრამ ყველა ვიცით, რომ ეს ძალიან შრომატევადი საქმე არის. თუმცა მე ვფიქრობდი, რომ ამ დროს მოვაკლებდი ჩემს შვილებს, რაც ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ აუცილებელია ჩვენ გვახსოვდეს, რომ დედობა ჩვენს მისიას, თუნდაც კარიერული კუთხით არ ასუსტებს, პირიქით აძლიერებს და ეს მაგალითი უნდა იყოს პირიქით ჩვენი შვილებისთვისაც, რომ გაჩერენ
მიღება შეუძლებელია თუ სამწუხაროდ რაღაც შედეგებზე გვინდა გავიდეთ. და ყოველთვის წარმომედგინა რომ ეს დედობა შენელებული პერიოდი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელ ესეთ მოდერნიზებული და თანამედროვე სამყაროში სამწუხაროდ ამის ფუფუნება არ გვაქვს. ამიტომ საუბრობ ამ წერილში გაკვეთილებზე, გამოცდილებებზე, თუ როგორ გავანაწილოთ რომ ვიყოთ ხელმისაწვდომები ჩვენი შვილებისთვის ემოციურად რაც მთავარი და ასევე ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღი ურთიერთობა მათთან. რა თქმა უნდა, სრულად ჩემი გამოცდილება. ძალიან საინტერესო მესიჯებია განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ქალებისთვის და თქვენ ახსენეთ თქვენი კარიერის საერთაშორისო ასპექტი, რომელიც არის ძალიან შთამაგონებელი. მაინტერესებს რომელი ქვეყანა ან გამოცდილება გახდა ყველაზე გარდამტეხი თქვენი თავდაჯერებისთვის, როგორც ქალთა განვითარებაზე მომუშავე პროფესიონალისთვის. ვფიქრობ, სხვადასხვა ქვეყნება თავის როლი ითამაშეს, თუმცა ამერიკა მაინც გამორჩეულად განსხვავებული იყო, უფრო დიდი ბენეფიტის მომტანი ამ კუთხით, როცა ვაკვირდები, ვფიქრობ ხოლმე, რომ შესაძლოა ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რამხელა გამოცდილება მომცა მან. განსაკუთრებით ალბათ ის მესიჯები, რაც და გამოცდილებები, რაც ხვებზე დაკვირვების პროცესში ვისწავლი, ალბათ ის იყო პირველი ის, რომ როგორც პროფესიული და შემდეგ პირად ცხოვრებაშიც მადგება და ვფიქრობ, რომ სულიერ სიმშვიდებსაც მანიჭებს, არის რომ ჩვენ შეგვიძლია რაც გავაკეთოთ, არის მაქსიმუმი, დანარჩენი სამწუხაროდ არის გარე ფაქტორები, რომელზედაც ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ, უბრალოდ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ამ რაღაც პრობლემას მაქსიმალურად რელევანტურად. მეორე ალბათ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვისწავლე აი ამერიკულ გარემოში, სადაც გადარჩენისთვის უნდა იბრძოლო, მასწავლა ძალიან აი სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. და ვფიქრობ, რომ ალბათ ამერიკის გამოცდილების შემდეგ შეიძლება აქ 2-3 სამსახური იმდენად სტრესული არ იყოს, როგორც იქ ერთი და გასწავლის ისე ოპერატიული როგორ გახდე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ის ეთიკური ელემენტები, რაც ამერიკამ მასწავლა, შენზე თქვათ ის იერარქიული კიბე რაც არის მნიშვნელოვანია რომ აი ყველა თანამშრომელთან განურჩევლად პოზიციისა პატივისცემაზე დაყრდნობით ასე ურთიერთობა და როგორ შეიძლება ადამიანი დააფასო განურჩევლად მისი ასე ვთქვათ წარმომავლობისა პოზიციისა და ასე შემდეგ და ვფიქრობ ეს კულტურული ნაწილი ძალიან მადგება მე როგორც პროფესიონალს, რადგან მე რასაც ვაკეთებ დღეს, მნიშვნელოვანია პიროვნული ურთიერთობები ყველაზე მეტად ყველა სფეროში, მაგრამ ალბათ ჩემ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობებში, ის კულტურული ინტელექტი, რაც ურთიერთობების დროს უნდა გამოიყენო. კი ბატონო და სამომავლო გეგმებზეც მინდა გკითხოთ, აპირებთ თუ არა მომავალში ახალ გამოცემებზე მუშაობას? უკვე მქონდა შემოთავაზება ავსტრალიური გამომცემლობისგან, თუმცა სამწუხაროდ ამ ეტაპზე უარი ვთქვი, თუმცა დავთანხმდი იმ შემოთავაზებას, რომ ყოფილიყავი ჟიურის წევრი, მათ ასევე აქვთ ქალბატონების ჯილდო საერთაშორისო მასშტაბით. ამ წელს ვიქნები ჟიურის წევრი და მეც მივიღებ მოხალისეობრივად მონაწილეობას ამ ქალბატონების გაძლიერებაში და мотиваციის მიცემაში, იმისთვის, რასაც ისინი აკეთებენ. თუმცა რა თქმა უნდა, დოქტორანტურა ჩემს სამსახურების საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ გეგმავ სხვა ამ კუთხით თანამშრომლობას. და მინდა გადაცემა რჩევით დავასრულოთ, რას ეტყოდით ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ და გვისმენენ და საკუთარ შესაძლებლობებს ჯერ კიდევ ეძებენ. პირველ რიგში მინდა აუცილებლად უთხრა, რომ უნდა დაიწყონ პატარა ნაბიჯებით, მიზანმიმართული ნაბიჯებით. და შრომის მოყვარეობა დისციპლინა აუცილებლად მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთი ფრაზა, რომელსაც სულ ვიმეორებ და ვფიქრობ ხოლმე სხვადასხვა ეთერებში ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, შეიძლება ბევრი ვინც მიყურებს განმეორდები, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია, ჩემთვისაც იმდენად ცხოვრებისეულად ცვლილების მომტანი იყო აღნიშნულს გაგება, მინდა რომ ეს პატარა ფრაზით ვუთხრა და ვურჩიო. ინგლისურად სხვაგვარ აჩქარს, მაგრამ ქართულად გადმოვთარგმნი, ეს თევზის მაგალითი არის, თუ თევზს გამჭით, ხეზე ასვლით, ის მთელი ცხოვრება ირწმუნებს, რომ უნიჭოა. ანუ უბრალოდ უნდა მინდა მესიჯი გავაზია რომ მათთან რომ ყველას აბსოლუტურად ყველას აქვს რაღაცის ნიჭი.
უბრალოდ თუ იმას ფიქრობენ რომ რაღაც გარკვეულ გარემოში რაღაც არ არიან იმ მაღალ მწვერვალზე ეს იმას არ ნიშნავს რომ შეიძლება იქ არ არიან სადაც უნდა იყვნენ და ყველაზე მთავარიც ეს არის რომ იმ ნიჭის აღმოსაჩენად რომ გაიგო სათხარ ყველაზე კარგი შეგიძლია იყოს ცვლილების მომტანი, აი ეს პროცესი არის სწორედ ყველაზე ძნელი რომ აღმოაჩინო. შემდეგ უკვე როცა შენ თავს გრძნობ რომ აი შენ იქ ხარ სადაც უნდა იყო, უკვე შემდეგ ყველაფერი ადვილდება, სიამოვნებასაც განიჭებს ის, რასაც აკეთებ. ამიტომ ალბათ ყველაზე მთავარი მესეჯი იქნებოდა, იქნებით თევზები, რომლებიც ხეზე ასვლას ცდილობს. და აუცილებლად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ ჩვენი საკუთარი ნიჭი, იმიტომ რომ ყველა ვართ გენიოსები. ძალიან საინტერესო რჩევა არის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მეგობრებსაც და მაყურებლებსაც ძალიან დაეხმარებათ ეს თქვენი რჩევა. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. ჩვენს მსმენელს და მაყურებელს კი დროებით დავამშვიდობები.